შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კი 3 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 1985 წელს დაბადებულმა ოლგარ ასან ოღლი ქარიმოვმა სოფელ ხორნაბუჯში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა 1987 წელს დაბადებული მურად შანშიაშვილი, 1986 წელს დაბადებული ილია პაპუაშვილი და 1974 წელს დაბადებული ვაჟა ნატროშვილი, ხოლო 1984 წელს დაბადებულ ნიკოლოზ პაპუაშვილის ხეულზე მიყენებული ცეცხლსასროლი ეჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვმიტანილი ყარაღაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერმაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა ხელმოკლაზე გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს მიმავალში მყოფი ილგარ ქარიმოვი, რომელმაც სიღნაღის რაიონის სოფელ ხორბუნში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა მურად შანშიაშვილი, ილია პაპუაშვილი და ვაჟა ნატროშვილი, ხოლო ნიკოლოზ პაპუაშვილს ხეულზე მიყენებული ცეცხლსასროლი ეჭრილობით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. მიფრკიცება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით, რაც ითვალისწინებს უვადო პატიმრობას.